სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე, რა გაცლით ენერგიას. აი ამაზე. გვექნება სამი ვარიანტი. ნახოთ, რა გაცლით ენერგიას. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. რა გაცლით ენერგიას. ამოირჩიეთ აი ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. ნახოთ რა გაცლით ენერგიას. დავიწყებ პირველი ვარიანტით, თუმცა სანამ ამას დავიწყებ, მინდა რომ გითხრათ ესეთი რაღაცა. ალბათ იცით რომ დავიწყე ვორქშოპების ჩატარება პერიოდულად, ყველა ამ ვორქშოპის შესახებ უბრალოდ გეტყვით რომ ინფორმაციას ნახავთ Instagram-სა და Facebook-ზე და დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ რომ ან დამიკომენტაროთ, ან მომწეროთ პირად შეტყობინებაში. გარდა ამისა, პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე იქნება ეს ტაროლოგიური გაშლები, ყავაში ჩახედვა, არბიტი თერაპია, რეგრესული ჰიპნოზი, თუ რაიმე ტიპის მაგიური დახმარება და მომსახურება, თუ კი ეს ასე რომ ვთქვათ, საჭიროება იქნება თქვენთვის, ასევე უკვე ახალი დამატებული სერვისი მაქვს და ბარემ ამასაც გეტყვით, თუ გიგსურთ რეიკის ენერგიის გამოყენება იმაში, რომ იზრუნოთ თქვენი კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე, შეეხება ეს თქვენს შინაგან დისბალანსს თუ რაიმე ტიპის ჯანმრთელობის პრობლემას, ვიმუშავებთ ამასთან დაკავშირებით რეიკის მიმართულებით. უმეტესი მიმართება ამ შემთხვევაში მაქვს აღებული ჩაკრებთან მუშაობის სტრატეგიაზე, ამიტომ ამ კონსულტაციასთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში. ჩემთან კონსულტაციებზე უკვე მოსვლათ შეგიძლიათ და ასევე შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ სერვისი, როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. ახლა კი დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა გაცლით ენერგიას? პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი. თქვენ შემთხვევაში ის რაც ენერგიას გაცლით არის ზედმეტი საუბარი ისეთ ადამიანებთან ან ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თლაც ახარბიელოდ თქვენზე არისახება. ეს არის თქვენი მხრიდან საუბარი ერთი და მეორე მომენტი ის რომ თქვენ შესაძლოა საუბრობთ არასათანადო მიმართულებით. ანუ თქვენ საუბარს არ მოაქვს რაღაცა კონკრეტული მატერიალური შედეგი, უმისამართო საუბარია ესე რომ ვთქვათ და ეს გაცლით ძალიან დიდ ენერგიას. გარდა ამისა, ვიღაცებისთვის ეს იქნება ზედმეტი overthinking-ს დავარქმევდი ამას, ზედმეტად ყველაფერში რაღაცა პრობლემას ეძებთ და ბევრს ფიქრობთ და ესეც მათ შორის თქვენთვის ის არის, რაც ენერგიას გაცლით. ასევე ვიტყოდი, რომ შეიძლება დადიხართ ისეთ ადგილებში ან სიტუაციებში, რომელიც ენერგეტიკულად გფიტავთ. საუბრობთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ენერგიას გაცლიან და თქვენ ამის შემდეგ შეიძლება გრძნობთ თავის ტკივილს, დაღლილობას, გამოფიტულობის შეგრძნებას, უეცრად ირევით თქვენი ხასიათებით, რაღაცა მე არ გრძნობთ შეიძლება ჯანმრთელობითაც კარგად თავს და ეს ყველაფერი რატო? იმიტომ რომ ისეთ ადგილას წახვედით, სადაც ასეთი ტოქსიკური გარემოცა იყო, ხო? შესაბამისად, რაღაცა ისეთი სიტუაცია. ისეთ გარემოში ტრიალებთ, რომელიც თქვენთვის სასარგებლო არ არის. აი ეს არის, რაც თქვენს შემთხვევაში ენერგიას გაცლით. მოდი მინდა რომ ჩავეცდიო კიდე, რა არის ის, რაც თქვენ ენერგიას გაცლით, პირველი ვარიანტი. მხოლოდ ერთ არკანს დავამატებ, რა არის ის, რაც თქვენ ენერგიას გაცლით, პირველი ვარიანტი. კი, ვიტყოდი იგივეს, ზუსტად ისეთ გარემოში ტრიალებთ, რომელიც თქვენთვის სასარგებლო არ არის. არ ვიცი, რატომღაც მომდის ესეთი რაღაცა, რომ ვიღაცებს აქ მთვარის შუქზე ზედმეტი სეირნობა ხო არ გიყვართ მეგობრებო. მთვარის შუქი ვახსენე და ფონზე მაქვს ხალხო მთვარე. მთვარის არკანი. ამავდროულად თქვენ ფიქრობთ ყველაფერი იმაზე, რაც კრიზისულია.
თქვენს ცხოვრებაში და ზედმეტად ბევრს ფიქრობთ ამ ყოველივეზე. ეს არის რაც რეალურად თქვენთვის როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი და თქვენთვის როგორც ენერგიის გამცლელი ფაქტორი ცხოვრებაში ასე ამოდის. წარუმატებლობაზე, უფლობაზე და ის რომ რაღაცა კარგად არ არის, ამაზე ზედმეტი ფიქრი გაკარგინებთ წონასწორობას სრულიად. ამიტომ ამას გირჩევთ რომ ყურადღება მიაქციოთ იმ ხრივ რომ უბრალოდ ზედმეტი არ იფიქროთ ამაზე. ეს იქნება რაც თქვენს პრობლემას რეალურად მოაგვარებს, რომ ბევრს არ იფიქრეთ ამ ყველაფერზე. წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მოგესალმებით მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა არის ის რაც თქვენ ენერგიას გაცლით. თქვენ გაცლით ამ შემთხვევაში ენერგიას ან კონკრეტული პიროვნება, ვინმე თასების რაინდი, კონკრეტული პიროვნება, რომელს მიმართაც შეიძლება გრძნობები გაქვთ, ან იმდენად ბევრ ემოციას იღებთ ამ ადამიანისგან, რომ ცოტა უკვე ტოქსიკური გახდა თქვენთვის, იმიტომ რომ ალბათ ემპათიური პიროვნებები ხართ, მე ესე ვიტყოდი და ყველას განცდებს რაღაცა ძალიან თქვენად აღიქვავთ ხოლმე. ამიტომ ვიტყოდი, რომ აი ეს პიროვნება შეიძლება იყოს ვინც ენერგიას გაცლით, ხო? ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნება ან კონკრეტული სიტუაცია, საიდანაც ზედმეტ ემოციას იღებთ. შეიძლება ვიღაცა თავის წუწუნს გახვევთ თავზე, ზედმეტად აი რაღაცა დაგფოფინებთ ყველაფერზე როგორც სიტყვიან რა და ესეც რაღაცა ძალიან არ მოქმედებს თქვენზე მაინც და მაინც კარგად. ნახოთ კიდევ ერთ კარტს ამოვიღებ თქვენთვის, რა არის ის რაც ენერგიას გართმევთ მეორე ვარიანტი. ნახოთ. სხვადასხვა აქ მე ვიტყოდი, რომ შეიძლება რაღაცა მუსიკას უსმენთ, მეგობრებო, რაღაცა მუსიკას უსმენთ, რომელიც თქვენს ენერგიაზე კარგად არ ისახება. აბა დააკვირდით თქვენს პლეილისტს, გადახედეთ ბოლო დროს რას მოусმინეთ და დააკვირდით როგორი შინაარსის მატარებელია მისი ტექსტი, ან მისი ჟღერადობა როგორია, ხო? იმიტომ რომ აი ესეც რაღაცა ძალიან გირწყავთ ჩემი აზრით. ნახოთ. რა გართმევთ ენერგიას, რა გაცვლით ენერგიას მეორე ვარიანტი. ზუსტად თქვენ უსმენთ ისეთ რაღაცებს, რაც ზედმეტ რასაც გადაყავხართ ზედმეტ ემოციებში ან კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც გავლენას ახდენს თქვენზე ნეგატიურად, თუნდაც თავისი ესეთი ფოფინა ლაპარაკებით, თუნდაც თავისი რაღაცა ზედმეტი ბედნიერებით და ეს საერთოდ რო არ შეეფერება რეალობას, ამ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ თქვენზე ზედ გადაყოლილია და გიждდება ისე უყარხართ, მეორეს მხრივ რაღაცა უკვე ზედმეტი მისიას ქცევები და საზღვრებს არ გიტოვებთ, ხო? საზღვრებს არ გიტოვებთ, ხო, რაღაცა ეგეთი განცდა მრჩება, რომ არ არის მსვლად ჯანსაღი თქვენ შორის კომუნიკაცია შესაბამისად, ეს არის ის ადამიანი, რომელიც ზედმეტ ენერგიას გართმევთ ემოციური манипуляციებით, ეს რა თქმა უნდა შეიძლება ძალით არ ხდებოდეს, მაგრამ აი ადამიანთან იმის ილუზია გექნებათ, რომ იმდენად კარგია მასთან საუბარი და სასიამოვნო, სხვა საქმეებისთვის რო აღარ გრჩებათ უბრალოდ, მიხვდით? იმდენად ბევრ დროს და ბევრ ენერგიას უთმობთ ერთ კონკრეტულ ადამიანს, სხვა ყველაფერი უყურადღებოდ გაქვთ დატოვებული, ასე რომ აი ამას მოგიწევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ. მადლობა სიხდით მეორე ვარიანტი, მე კი გადავალ მესამე ვარიანტზე. ნახოთ. მესამე ვარიანტი. რა გაცლით ენერგიას? არკანის სულელი. თქვენ შემთხვევაში ის რაც ენერგიას გაცლით, ვიტყოდი რომ უფრო ეს არის არასტაბილურობა, არც იქეთავ არც აქეთ. ხანის მაინტერესებს, ხან არც ეს არ მაინტერესებს. აი რაღაცა ძალიან ცოტა ფეხებზე მკიდია ტიპი ხართ მე მგონი, ოღონდ ისე რომ ამით ენერგიას ვერ იღებთ. ენერგიას გაცლით ის რომ ენერგიის შეკავება არ შეგიძლიათ და ენერგიის მოკრება არ შეგიძლიათ. თითქოს რაღაცა განულებულია თქვენი ენერგია. ენერგეტიკული წმენდა ჩაიტარეთ, იმიტომ რომ ენერგეტიკული წმენდას ახასიათებს საერთოდ ესეთი იერსახე, ხო?
მხოლოდ ამ შემთხვევაში არ წავიკითხავდი ალბათ ამ არკანს ნეგატიურად. თუმცა რადგანაც ახლა ჩვენ ვკითხულობთ იმას, რომ რა გაცლის ენერგიას, ეს არის უმისამართოდ ენერგიის ფლანგვა, რომელიც არც გავხსებთ რეალურად და არც არაფერს არ გაძლევთ. მოდი ერთი არკანით კიდევ სხვადასხვა აქ კიდე გეტყვით, რომ ვიღაცებს აქ შეიძლება ოჯახური კონფლიქტები გქონდეთ, ოჯახური დაპირისპირებები ისეთი, რომ ერთი შეხედვით შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ აი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იმდენად მუდმივი პრობლემა იყოს, რომ აი ბუნებრივი მდგომარეობაა უკვე ეს თქვენი, შეიძლება ესეც თქვა, იმიტომ რომ იმხელა ტრაუმებია თითქოს თქვენში დაგროვებული და აი ამ ტრაუმების ფიქრში იმდენად უკვე დაღლილები ხართ და იმდენად ბუნებრივი გახდა ეს მუდმივი შფოთი თქვენთვის, რომ რაღაცა ძალიან არ გახართ მყარად მიწაზე, ხო? რა არის ის, რაც ენერგიას გართმევთ? მესამე ვარიანტი. ათიანების თასები, ახლო წრე მეგობრებო, ისო და ისო. ეს არიან სამეგობრო ან ოჯახი. კიდე ერთხელ გეტყვით, უფრო მეტად მე ისევ და ისევ გეტყვით, რომ მგონია, რომ ოჯახი არის ის, ვინც ამხელა ენერგიას გაცლით, ოჯახური ტრაუმები, ან ვიღაცების წარმატების ყურება, სადაც თქვენ გრძნობთ თქვენს არა სრულფასოვნებას. შეიძლება ვიღაც ისეთ ადამიანებს უყურებთ სოციალურ ქსელებში, ვისაც ფიქრობთ, რომ აიმე ეს როგორი წარმატებულია, აიმე ეს როგორი ბედნიერია და რაღაცა ძალიან მოიხიბლეთ რა ამ რაღაცა შორიდან ყურებით და მეგობრებო, ამ შემთხვევაში არ მინდა ვთქვა ეხა, რომ ვინ როგორია და რაღაცა, უბრალოდ გეტყვით ესეთ რაღაცას რა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, ჯერ ისერთის როგორც ჩვენ გვეჩვენება ხოლმე სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა სიტუაციებში. მერე მეორე მომენტი, არასოდეს არ გააკეთოთ საკუთარი თავის შედარება თქვენზე უფროს ადამიანთან, ან ისეთ ადამიანთან, რომელიც საერთოდ სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობს, იმიტომ რომ თქვენი სიტუაცია აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სხვანაირია. რეალურად ნახეთ როგორი რაღაცა არის, გჭირდებათ რომ მეტად დამშვიდდეთ ამ შემთხვევაში მე ესე გეტყოდით, იმიტომ რომ თქვენს გარშემო იმდენ ნარცისიზმს უყურებთ, ან იმდენად ჰარმონიულად მოწყობილ სიტუაციებს, რომ ამის ნახევარი მეგობრებო ხშირად რეალობას არ შეეფერება და შეიძლება მეტიც კი თუ საერთოდ არც ერთი არა, ხო? ამიტომ მე გირჩევდით, რომ კონცენტრირდეთ მეტად საკუთარ თავზე, ვიდრე აი სხვა რას აკეთებს და როგორ აკეთებს, ხო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არაფერში არ გამოგადგებათ. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ არასრულფასოვნებას ხედავთ მერე ამ ყველაფერში, რომ აი მე რატო ვერ ვაკეთებ. შურის მომენტი ირთვება სადღაც, ხო? ამიტომ ეცადეთ, რომ ნაკლებად რა, ყურადღებით ნაკლებად სხვასთან, მეტი საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში იპოვით გამოსავალს სიტუაციიდან. წარმატებებს გისურვებთ მესამე ვარიანტი. მადლობა სიხდით სამივე ვარიანტს ყურადღებისთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში ნომერზე 574121748. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ წერილობით შეტყობინებას მიგზავნით, არ მირეკავთ, მხოლოდ და მხოლოდ წერილობით შეტყობინებას მიგზავნით და მე ამაზე პასუხობთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მე ვარ, გამოგიგზავნით voice უბრალოდ ითხოვეთ. სხვა შემთხვევაში ზოგადად თუ არ მაქვს უშუალოდ პირადი კონსულტაცია, ესე არავის არ გურეკავ ხოლმე. კარგი. და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, პირადი ინდივიდუალურ კონსულტაციებზე კი იცით უკვე სად დამიკავშირდეთ. მე კი დაგემშვიდობებით დროებით.